ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრში ამოთავსებული. პატრიარქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. არსებული ინფორმაციით ილია მეორის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ჯანდაცვის მინისტრისა და ექიმების ინფორმაციით მას კვლევები და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით პატრიარქის მდგომარეობა ამჟამად სტაბილური, თუმცა საყურადღებოა. პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო, მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ამავდროულად შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები. თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიებები არის ადეკვატური და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთობლივად, რა თქმა უნდა, ერთობლივი ძალისხმევით მოვახდინოთ დაკვირვება, შემდგომ უკვე ყველა პარამეტრის და მაქსიმალურად შეთანხმებულად ვიაროთ პატრიარქის ჯანმრთელობის მართვის საკითხი. ჩვენ გვინდა დღეს მოუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველას მორწმუნეებს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, მის ზრუნვას ჩვენზე და მის ჯანმრთელობას. ეს მინდა მოგიწოდოთ. 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდის ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებებით, რომელიც საგადასახადო კოდექსში შედის, ავტომობილების იმპორტის დროს აქციზის დაბეგვრის ერთიანი მოდელი განისაზღვრება. შედეგად განვაჟების საფასური 0-დან 6 წლამდე ავტომობილებისთვის 1 კუბზე ლარ-ნახევრით განისაზღვრება. 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებისთვის კი განვაჟების საფასური 4,5 ლარი გახდება. კანონპროექტის თანახმად 6 წლამდე ჰიბრიდული ავტომობილების კვლავ ძალაში დარჩება 60%-ით შემცირებული აქციზის განაკვეთი. გუშინ მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად აჭარაში 72 ადამიანი დააკავეს ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით, მათ შორის 3 ქალია. 72 დაკავებულის გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად ბრალი წარედგინება კიდევ 5 ადამიანს, მათი ნაწილი ციხეშია, ნაწილი კი სავარაუდოდ საზღვარგარეთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულთა უმრავლესობის ვინაობას არ ასახელებს. ღამის განმავლობაში აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს. კიდევ 5 პირს ბრალი წარედგინა ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს. დაკავებულებს ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდული სამყაროს საქმიანობის ხარდაჭერა, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვა და კანონიერი ქურდობა. სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ეგრეთ წოდებული ქურდული გადაწყვეტილებები. დაკავებულები ეგრეთ წოდებულ ქურდული გარჩევების და შეკრებების დროს უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის კანონიერ ქურდს, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით ეგრეთ წოდებულ ქურდული წესების შესაბამისად მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. ევთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში ობიექტივის პირდაპირ ეთერში პატრიოტთა ალიანსის გენერალურმა მდივანმა შეაფასა. ირმა ინაშვილის თქმით, ხელისუფლების მხრიდან იმის ილუზიის შექმნა, რომ აღნიშნულ დასკვნას არანაირი ძალა არ გააჩნია, არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანება. არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის რაღაცა მარტივი რამ, რასაც ესე რუსულად უფრო აპუსტიაკებს რა. კი ბატონო, არ არის გაფსაპუსტიაკები. ბატონი კობახიძე, რომ ვითომ არაფერი არ არის, ჩვენ ჰააგის არ გვეშინია, ჩვენ მოსკოვის მექანიზმის არ ეშინო და ჰააგის იმ სხვა დანარჩენებსაც, ვინც მერე ვიცით როგორ დაამთავრა. და არც ამ დასავლეთის რჩევების და რეკომენდაციების ალი ხამეინის არ ეშინოდა. მაგრამ აღარ არის უკვე დღეს ცოცხალი. ჩვენ გეხოწებით რომ ისე მოიქეთით. ეს ჩვენ მოგხვდება ისევ ხალხს. ესეთი
შექმნა იმიტაციის, ილუზიის, ახლა დღეს რაც ამ ბრიფინგზე მოხდა, ვითომ ეს არაფერი არ არის. ეს პირველ რიგში აზიანებს ჩვენ სახელმწიფო ინტერესებს და აზიანებს ჩვენი ქვეყნის და მომავალს. აღიზიანებს კიდე ევროპას. ხო, რა თქმა უნდა და ეხლა მე ვიცი, ყველა ნორმალური ადამიანი ელოდა იმას, რომ აი რაღაცას მაინც ვუყურებთ სერიოზულად. მაგალითად რიგ პატიმრებს გავათავისუფლებთ, რომლებსაც ვერც უმტკიცებენ რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ბევრს და მოწმეები არეული ყავთ და ვერც მიიყვანეს ის საქმეები ბოლომდე. გაუგებარია ხა მართლა უნდა ითქვას, ანდრო ჭიჭინაძე რატო უნდა იყოს ციხეში? რატო, როცა შეიძლება იყოს გარეთ თავის პროფესიას მოახმაროს ეს თავისი ნიჭი, uzado ნიჭი მართლა, იმის გამო რომ ის განსხვავებულად ფიქრობს? ეგ არის სახელმწიფო, კაცო, შენ განსხვავებულად მოფიქრალ ადამიანებს ვერ იღებ. არ იღებ და უშვებ იმაში. ხო, ეხა ციხეში. ირმა ამერიკა და ისრაელი ირანის რეგიონებზე დარტყმების სერიას განაგრძობს. კოალიციური ძალების ავიაიერიშების სამიზნე ირანის თავდაცვით სამრეწველო ობიექტები და სამხედრო ინფრასტრუქტურაა. თავის მხრივ ირანმა მასირებული სარაკეტო იერიში განახორციელა ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე რეგიონებზე. ამოქმედებულია საჰაერო განგაში. ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება ლიბანში. სამიზნე ჰეზბოლას სამეთაურო შტაბების და ინფრასტრუქტურის განადგურებაა. ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში დარტყმების შედეგად 1 მილიონზე მეტი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 20% დევნილად იქცა. დაღუპულია დაახლოებით 850 ადამიანი. აფეთქებებია ბაღდადში. უპილოტო საფრენი აპარატებით ამერიკის საელჩოზე განხორციელებულ დარტყმებს მოჰყვა ხანძარი. ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც დაარტყა. რისკების გამო საამიროების სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყნის საჰაერო სივრცე სრულად ჩაკეტა. ცნობილი ხდება ისიც, რომ ირანმა და შეერთებულმა შტატებმა ომის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ პირველად ორმხრივი პირდაპირი კონტაქტები აღადგინეს. გამოცემა აქსიოსი წერს, რომ კომუნიკაცია შედგა ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ ვიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს აბას არაღჩის შორის. ევროკავშირმა უკრაინას შესთავაზა დრუჟბას ნავთობსადენის შეკეთების დაფინანსება, რათა კვლავ აღდგეს რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში, რასაც კიევი დათანხმდა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას ერთობლივ განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ ინტენსიური მოლაპარაკებები აწარმოეს წევრ სახელმწიფოებთან და უკრაინასთან ყველა დონეზე, რათა აღდგენილიყო ნავთობის მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში. შეგახსენებთ, უნგრეთსა და სლოვაკეთში დრუჟბას მეშვეობით რუსული ნავთობის მიწოდება 27 იანვარს შეწყდა. უკრაინული მხარის განცხადებით, ნავთობსადენი რუსული დრონის დარტყმის შედეგად დაზიანდა. ბუდაპეშტი და ბრატისლავა კიევს პოლიტიკური მიზეზებით ნავთობის მიწოდების შეწყვეტაში ადანაშაულებენ.